დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს მინდა ძალიან მოკლე მექანიზმი ავხსნა ჩვენს კლასტერ ბრეიქში და ეს არის ეგრეთ წოდებული ტრემორის, ანუ კანკალის დროს როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ კანკალმა მალე გაგვიაროს. ზოგადად ტრემორი ეს ძალიან ხშირად არის გამოვლინებული როგორც სტრესის რეაქცია, ვთქვათ ესე. ძალიან ხშირია საჯარო გამოსვლებში, ჩვენ გვაქვს საჯარო გამოსვლების ტრენინგი და იქ ხშირად ვაწყდებით ხოლმე ამ პრობლემას. ტრემორი ანუ კანკალი შეიძლება იყოს გამოხატული სხეულებრივად, ეს შეიძლება იყოს შინაგანი ცახცახი და ეს შეიძლება იყოს გამოხატული ხმაშიც. და ამ დროს ძალიან მარტივი რჩევა. გადით სადმე ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გინახავთ, ან თუ შესაძლებელია და ახლობელი ადამიანებია, შეგიძლიათ იქვე გააკეთოთ და უბრალოდ იხტუნავეთ. აი დაფერთხეთ სხეული, ეცადეთ რომ ყველა კიდური, ფეხები, თავი, ყველაფერი დაიფერთხოს და იხტუნავეთ, რა ვიცი, დაახლოებით 1 წუთის, 2 წუთის განმავლობაში. 2 წუთი სრულიად საკმარისი იქნება ამისთვის. და დამერწმუნეთ, რომ ტრემორი გამოვა, ძალიან სწრაფად, ანუ თვითონ ეს ცახცახი გამოვა, იმიტომ რომ დაჩქარებული მექანიზმი ამ სხეულის დაფერთხვის ზუსტად არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ძალიან მალე გავთავისუფლდებით ამ ტრემორისგან. ესე იგი, თავარი ამბავი არის აქ, რომ ჩვენ მას ვუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ გვინდა, რომ შეგვეტყოს, რომ ნერვიულობთ, რომ ვღელავთ, რომ კანკალებთ და ბუნებრივია ეს წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს მას. ეს სტრესის მართვის ერთ-ერთი პრინციპი არის, რომ სტრესის სადმე რეზისტენტულობა სტრესს აძლიერებს პირიქით, ანუ სტრესი უნდა იყოს მიღებული. და ზუსტად ეს იგივე მექანიზმია რეალურად აქაც ძალიან კარგად მუშაობს და შეგიძლიათ უბრალოდ გახვიდეთ მარტივად ვთქვათ, მაგალითად საპირფარეშოში გახვიდეთ 1 წუთი იხტუნაოთ, 2 წუთი იხტუნაოთ, სტრესი გამოვა, დაბრუნდეთ და მერე გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. ეს ძალიან გამოგადგებათ საჯარო გამოსვლების დროს, მოლაპარაკებების დროს, როდესაც უკვე გრძნობთ, რომ ცოტა უკონტროლო მდგომარეობაში ხართ და უკვე ეს შინაგანი თრთოლვა აგიტანთ ხოლმე, ასე რომ იმედია, რომ ესაც იყო სასარგებლო რჩევა თქვენთვის, დაგემშვიდობებით და შემდეგ კლასტერ ბრეიქზე კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.